ცხოვრებაში, როცა ნაბიჯი უნდა გადადგეს. ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში დადგა დღეს, როცა მე მოვისმინე მაესტროზე, რომ კიდევ მიდის დაპატიმრებების აქტივისტების, ოცნების აქტივისტების, კიდევ მესტიაში რა ხდება, ეს ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა, რაც გუშინ წინ მოხდა, დაჭიც აგურიას დაპატიმრება, ის რომ CSKO-ზე თურმე უნდათ მიიღონ დადგენილება, რომ აიკრძალოს ტელე და ვიდეო გადაღება საარჩევნო უბნებზე, ის ყველაფერი, ის რიტორიკა მართველი პარტიის წარმომადგენლების, ხელისუფალ პრეზიდენტის და სხვების, რომ იხტიბარი არ გაიტეხეს და ვითომც აქ არაფერი, რომ ასეთი რაღაცა ხდება და რა მოხდა და ჩვენ გამოვასწორეთ. ეს ყველაფერი და ეხლა შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადმოდია. ეს ყველაფერი არ იმის მანიშნებელი, რომ ხვალ კიდევ უარესი იქნება. მე მგონი, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც შერჩენილია ღირსების განცდა, ვისაც აქვს გული, ვისაც ტკივა, ვიც ვერ ეგუება უსამართლობას და არაკაცობას, ყველა უნდა ამოიღოს ხმა. და რაღაცნაირად, არ ვიცი, ჩემი ამ ნაბიჯით მე მინდა რომ ვიღაცა, ვინც ჩემი ახლობელი, ჩემი ნაცნობია, ჩემი სტუდენტია, მიხვდეს, რომ ესე პასიურად ყოფნა, ესეთი გულგრილობა, ეს არის დამღუპველი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის. ლამისა 15 წელია თბილისის სასულიერო აკადემიაში ვკითხულობ ლექციებს ქრისტიანულ ეთიკაში, ანუ ზნეობით ღვთისმეტყველებაში. და ვასწავლი სტუდენტებს, რომ ქრისტიანობა ეს არის ცხოვრება სხვისთვის, ღვთისა და მოყვასისთვის, რომ ქრისტიანობა ეს არის თავგანწირული სიყვარული. და თუ ჩვენ ერთმანეთისთვის თავი არ გავწირებთ, რა აზრი აქვს ჩვენ ცხოვრებას? და აი ეს მომენტი ეხლა დამიდგა, რომ მე აი საქმით მინდა გამოვხატო ჩემი პროტესტი და ჩემი სოლიდარობაც. და სხვანაირად მე არ შემიძლია. იმიტომ რომ ვიცი, რომ ხვალ და ზეგ იქნება უარესი და უარესი. და ეს ხელისუფლება ყველაფერზე არის წამსვლელი და ყველანაირ საშინელებას ჩაიდებს. თუ საზოგადოება არ გამოფხიზდა და თუ არ იქნება მასობრივი პროტესტი, მე ვამბობ შვიდობიანი, მაგრამ პროტესტი, რომ მივიდეთ არჩევნებამდე. რომ ამათ რა უნდა არჩევნების ჩაშლა უნდა ალბათ. მაგრამ ჩვენ ამის საბაბი არ უნდა მივიცეთ, მაგრამ პროტესტი უნდა გამოვხატოთ.